4 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა დღეს ჰამასმა ღაზის სექტორის ტყვეობიდან. შაბათს 25 იანვარს დილით კარინა არაევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი გადასცეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ღაზის სექტორში პალესტინის მოედანზე. შემდეგ კი გოგოები წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა გადაიყვანეს ისრაელის სამხედროებთან, საიდანაც მათი ტრანსპორტირება მოხდა ისრაელის ტერიტორიაზე. ჰამასმა გათავისუფლების ცერემონია გამოიყენა ისრაელელების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის ფორმატში. გოგონები, რომლებიც ნაჰალ ოზის ბაზაზე მსახურობდნენ და იქიდან 7 ოქტომბერს გაიტაცეს, ჰამასმა სამხედრო ფორმაში გამოაწყო და სცენაზე აიყვანა. იქ ჩანდა ებრაული წარწერები, სიონიზმი ვერ გაიმარჯვებს, ებრაელები დამარცხდებიან და ასე შემდეგ. წმინდა წყლის პროპაგანდა. ჰამასის ყველა ოპერატორი, რომლებმაც გოგონების გატაცებაში მიიღეს მონაწილეობა, ცაჰალის გმირებმა გაანადგურეს და ჯოჯოხეთში გაუშვეს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს გოგონები კი დღეს სახლებში დაბრუნდნენ ამაყად გაუტეხელები. ამასთან ტერორისტების ცინიზმი. ჰამასის ბოევიკებმა გოგონებს დაურიგეს სასაჩუქრე ტომრები, რომლებშიც ეწყო ღაზის სექტორის რუკა და ამ გოგოების ფოტოები მძევლობის პერიოდიდან გვირაბებში როგორ ყავდათ გამომწყდეული. გოგოები ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტების ტყვეობაში იყვნენ 477 დღის განმავლობაში. ღაზიდან გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ისინი დამოუკიდებლად გადაადგილდებიან და ერთი შეხედვით გარეგანი ფიზიკური ტანჯვის ნიშნები არ აღენიშნება. ეს იყო გარიგების ფარგლებში უკვე მეორე გაცვლა, პირველი წინა კვირას შედგა და მაშინ 3 მძევალი გაათავისუფლეს. შემდეგი მესამე გაცვლა დაგეგმილია მომდევნო შაბათისთვის, იმ მძევლების სახელები კი, რომლებიც გათავისუფლდებიან, პარასკევს გახდება ცნობილი. რაც შეეხება ტერორისტებს, დღეს ისრაელის მხარემ 4 მძევლის სანაცვლოდ 200 ტერორისტი გაათავისუფლა, მათგან 70 უცხო ქვეყანაში იქნება დეპორტირებული.